და სულისად მინისათა. დღეს აგეთულ სახარებაში მოყვანილო მაგალითი რომ პედრე მოციქული სხვაში იძილებოდა და უპასდროს რომ მიშველებოდა ხმეთი ამოიყვანს სხვიდან და ყველაფერი რაც წერია სახარებაში მე ის გამარტებულია და შინაარსი რა არის რომ ეს დედამიწა არასდროს არ იქნება სამოთხე ადრე კომუნიზმი ეგონათ პედიერება ახლა თურმე ევროკავშირი ყოფილა პედიერება რამდენი ადამიანი წავიდა ეგ და მოკდა ზოგი საფრანგეთში ზოგი გერმანიაში ესე იგი კარგია ევროკავშირი ეგ უმუშევარს ხელფასის მიხედვით უმუშევარს პედია აკეთია მუშას მაგრამ იქ ყოფნა და იქ ცხოვრება ან შესვლა ანიშნავს რომ შენ გახდები ბედნიერი თუ ღმერთს არ იწამებ თუ არ გექნება ცოცხალი რწმენა ცოცხალი რწმენა კიდე რა არის არასდროს ადამიანი განსაცდელების გარეშე და განსაცდელის როგორც პეტრე მოციქულმა თქვა მე თუ მიშველებოდა მე თუ მიშველებოდა საჭიროა ლოცვა და ამ დროს რამდენი მოწმუნეა ახსენებას მომაბარებენ პირველად მეუბნებიან რომ ვეკითხები ლოცულობ არ ლოცულობ ამ დროს მოწმუნეა ყოველდღიაც მადლობა უთხრას მე თუ კიდე დღე ბაჩუკა ყოველდღიაც დაბადების დღე ვარ სტუმრები დედამიწაზე მე ხო ლები ხო წესებს ვაგებდა ზოგი ერთი საუბანია ზოგი სამი დღის ზოგი შუმედის ამიტომ რო ვითენდება ყოველდღიაც მადლობა უთხრას მე თუ კიდე დღე ბაჩუკა შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ მერცა და როცა სამხელად ძალა შეიძლება მოხდეს ვინაინოს მაგალითი სული ხუთმედის გოგო და მისი ლოცვებით ქრისტიანი გახდა მეფე მირიანი სპარსი ეროვნებით ასევე შეიძლება მოხდეს დამასკეთის მაგალითი მოჭრილი ხელი ჰქონდა ხიანად ლოცვით გაუმთიანდა და რაც შეეხება 14-დან მარხვა ეწება ღვთისმშობლის მიძინებისას ქვია გარდაცვალების. აი გარდაცვალების დღეა 28 აგვისტო და ჩვენ დღეს ასწავლოთ. რატომ? იმიტომ რომ მოწმენები რო ვართ, ჩვენ გვჯერა რომ ესე გარდაცვალების შემდეგ არ არის ესე თქვას სიკვდილი არის ქართული სიტყვა გარდაცვალება. გარდაცვალება ინდიუმიდან მეორეშიდან. ხშირად მომბურა ვისაც ატომა გვიხარია, არ უნდა გვიგდებოდეს გული თუ ვინმე გადაგესება. თუ და შვილი იყოს კი თუ ხარება მაგრამ ნუ გეში რა არის რომ იქ ის არის, რაც ახალ არის. იქ არის ნეტარება, იქ არის სულიწმიდი სიხარული. აქ კიდე რა არის, ხშირად მოყვას მაგალითი. სამწუხაროდ არის სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრების გამო სიძულვილი დამდო ზოგი მოწმუნეა, ზოგი მასერებელია. და როგორ შეიძლება სიძულვილი კონდეს და უნდა ვიბრძოლოთ ამ სიძულვილს, როცა შიგნით მეზობელი ჩააგრავს წარუთვა ტერიტორიები აფხაზეთის სამაჩაბლო დროებით როცა 200 წელს უკან გაგვიუხვა დამოუკიდებლობა ეკლესიური სახელმწიფო როგორ უნდა მიყვარდეს მაგრამ თუ ისტორია ისეთ იყო დრო ხათი ახალცე ზოდა გურია სამაგელოზე ზოდა ნარაშვაშია კახელი და კახელი გურული და მეგრელი იმ დროის თავდებია დამნაშავე იმ დროის ასევე თუ რამე მოხდა მეფის მეფისაგან მოხდა რუსეთის ხელისუფლებისაგან დღეს ხდება და ეს მიგვირს ახლა მოუყურება აი რა ხდება ხან ტელევიზორით ან ინტერნეტით როგორია რომ მისდევენ ზოგიერთები რუს ხალხს და ესენი არიან ავადმყოფები რა შეაშია რუსი ხალხი რუსული ენა და ესე ისტორიის უცოდინარები ასე იყვნენ კომუნისტები 30-იან წლებში. კი რუსეთიდან კი შემოვიდა ეს ფილმის ვიწყობა 1921 წელს. მაგრამ ეროვნებით ქართველები ანგრევდნენ ტაძრებს, ხვიდავდნენ მოწმეებს და დაცინავდნენ მოწმეებს. ეროვნებით ქართველები 70 წელი პროფესორი და მასწავლებლები ასწავლიდნენ ეს ცხოვრება წარმოიშვა აფეთქებისგან და ადამიანი მაიმუნისგან, ამიტომ თქვა პროფესორები და მასწავლებლები. დღეს კიდე ევროკავშირზე რომ უწინა თვალები ზოგიერთებს როგორ შეიძლება გეცინავდეს თვალები იმაზე ახლა გული მიგვდება და ყველას გიგდება გული რა ხდება უკრაინაში მაგრამ განა უკრაინაში ხდება მარტო რატო არ მისდევთ მაშინ ებრაელებს რო ხდება ხალები და ბავშვები ღაზაში მაგრამ ფული გაქვს ამაში აღებული რომ მარტო იმიტომ რომ ორი ქვეყანა ებრძოდება ერთმანეთს დიდი იმპერია რუსეთი და ამერიკა და ხალხი ხდება უკრაინაში იგივე უნდა საქართველოში მაგრამ ფიშობის შემწეობით და ზეციური ეკლესიის არაფერი არ გამოვა აგამოუვათ თუ ყველა გულით სულით ვილოცეთ და მართლაც
ომის გარეშე საქართველო იცლება. ძალიან ცოტა დარჩით, ბევრს ასვლა უნდა, რა უნდა გავაკეთოთ? შევიყვაროთ ლოცვა, გვერდხოვოთ შემწეობა და ხშირად მოყავს დავითების მაგალითი ტექსტმენტის იყო მეფე რო გახდა. დამას უბრალოდ იყო საქართველო. თბილისის არის მუსულმანების ხელში იყო, მაგრამ ამზდელი რო ყავდა, მიტროპოლიტი გიორგი ჭონდიდელი და რო დაუჯერა მიაღწია წარმატებას. ხშირად მოყავს თარმების მაგალითი, ოქროს ხანა ქვია მის მეგობარს და რაც შეეხება ღვთისმშობელს, 9 გემი მიდიოდა იბერიის მონასტრის დასარბევად. და რა გააკეთა ღვთისმშობელმა, დაუჟმლების კითხვა დაიწყეს ბერემა, რომ ეგეს რომ მტერი მოდიოდა დასარბევად. ის გააკეთა რომ დარბების მაგივრად ოქრო და ვერცხლი შემოწირა იმათმა ყაჩაღების უფროსმა. რა შეუძლია ღვთისმშობელს, რა შეუძლია ღმერთსა. მტერი მოყარეთ გადააქციოს, ამიტომ ვიწერია ლოცვამდესთვის და როცა მოწუნე ხარ, მით უმეტეს იცი რომ ეროვნება მტერი არ არსებობს. და საერთოდ ადამიანიც ხშირად მოყავს პავლემოციქულის მაგალითი. კლავდა ქრისტიანებს, ხოცავდა და გახდება მოციქულთა თავი. და იკითხეთ ამიტომ პირდათა ცხოვრება, მით უმეტეს ახლა მარხვა რო იწყება, მარხვა ეს კი არ არის მარტო 14-დან 28 აგვისტომდე, 14 აგვისტოდან. მარტო თავშეკავება ხორცის და ღვთისდაწინებისგან. მარხვის დროს, თავისუფალი დრო, კარგი კონცერტიც რო იყოს და კარგი ფილმიც რო იყოს, უნდა მოერიდო გართობას. შეიყვარე სახარების გამარტების კითხვა, თუ ქრისტიანი ხარ. სახარებაშია შენი პასეულობა, რა საერთოდ დასავლეთში ან ჩრდილოეთში ან იმაში რა ქვია, ამერიკაში. ხშირად მოყავს მაგალითია ზოგს რომ ერთმოწმუნე რუსეთის იმედი აქვს. ერთმოწმუნე რუსები და თვითონ ქართველებიც ვანგრევდით და ზუსხიდებით მოწმუნეებს. ახლა კიდე რა შეეხება ქართველობას, ზოგს ქართველობაზე და ქართულსიზია ქართულება და გონია რომ რაღაცა არის. ხშირად მოყავს მაგალითი რომ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა ეროვნებით ქართველებმა და გააკეთეს 4 მასმედიის ლიბერალურმა არხებმა ის გააკეთეს, რაც მოახერხეს არაბებმა, მონღოლებმა, თურქებმა, ირანებმა და რუსეთის ხელისუფლებამ. ამიტომ ბევრი აღნიშნა ჩემი ასაკმევა 67 წლის. აი კომუნისტური წყობითოს მეტი სინდისი იყო, ვიდრე ახლა და რატო ხდება ეს? იმიტომ რომ კინო იყო, თეატრი იყო, მულტფილმი იყო, ახლა შეიძლება აიჯერ უყუროთ ქართულ არხზე, ისაც სურვილი გაქვს და საეკლესიო არხზე იმ ფილმებს, რაც გადიოდა საბჭოთა კავშირის დროს. ღმერთი კი იყო ამოღებული, მაგრამ თემა იყო სამშობლო სიყვარული, პრინციპობას იქვენა ხალხი, ოჯახური ერთგულება. ახლა კინო და თეატრი კი არა, ესე იგი მულტფილმიც კი ზოგიერთი ისეთია, თუ ბაბს მოწუნებს შეფარდი არ აღავს, ფსიქიატრთან მისაყვანი. მაგრამ არჩევანის საშუალება გვაქვს. თუ ასარჩევა გაქვს საჭმელი იმაჯამ და იმასვამ, რაც მოგწონს და ვინც მოწუნები ვართ, საშუალება გვაქვს ჩვენი ბავშვები გავზრდოთ საეკლესიო ზღაპრებით, ქრისტიანული მოთმებით. ხშირად ვეუბნები ყველას რომ იკითხეთ საბავშვო ბიბლია, იმიტომ რომ ზოგი ამბობს სახარებას ვერ გებულობ და განმარტებასაც ვერ გებულობ. ესე იგი არიან პირველ კლასში და პირველ კლასში მეკითხე საბავშვო მარტივაცია ან იაკობ გოგობაშვილის ავტო ჯული და მაინც თელი შინაარსი რა არის? თუ ზარმაცი ხარ კითხვაში. თელი შინაარსი ბიბლიის სარაში გამოიხადება. ღმერთი შეიყვარო ყველაზე მეტად. დედაზე, მამაზე, ცოლზე, სამშობლოზე მეტადაც კი. თუ არ გახდე ფაშისტი, როგორც გახდნენ, უცებ საბჭოთა კავშირი დაიშალა. ქართველები, ის ქართველები, რომლებიდანაც გარბოდა ოსი და სხვა ეროვნების ხალხი. საქართველოდან ისინი იყვნენ ფაშისტები. ახლა არიან ფაშისტები, ვინც ეროვნებას მისდევს. და ამბობს, რომ სულად ატო ლაპარაკობს. სულდა ფაშისტები არიან. და ამიტომ ესე იგი რატო ხდება ეს? იმიტომ რომ სამშობლო უყვართ ღმერთზე მეტად. რატო ვერ შეიცნეს ქრისტე ფარისელებმა და წიგნოლებმა? იმ დროს ებრაელები და რომაელების ბატონობის ქვეშ. იმიტომ რომ თავარი იყო თავისუფლება, განთავისუფლება რომაელებისგან და მათი უკეთილობა და ზუსტად იგივე ხდება, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა ქართველებში. თავარი გახდა რუსებისგან განთავისუფლება, რუსეთის ხალხში რუსეთის ხელისუფლებისგან განთავისუფლება და მათი უკეთილობა, მაგრამ რუსებისგან განთავისუფლებას ანიშნავს ევროკავშირის მონობას ან ამერიკის მონობას. თავისუფლება ნიშნავს, რომ ადგილზე წდებოდა ყველაფერი ჩვენ ქვეყანაში.
ამას ქვია თავისუფლება. და ღმერთმა მოგცეს თავისუფლება ღვთისმშობელისა და სეციური ეკლესიის ლოცვით. ჩვენთან არის ღმერთი.